აი ზე ევაკუატორში კი რო არა, რაღაცა ფერარი რო უდევს ევაკუატორს და რომ მიყავს გვერდზე ჩავუარეთ ვიდეოს ვიღებდი და ჩვენ იმაზე რა ქვია მანქანაზე წაიკითხა ინსტაგრამი ჩემი გარედარო სტიკერი აკვრია და მომწერა რა აგერა რა გვერდზე შეება გვერდა მანქანიდან აი ეს ევაკუატორში მაგარი კაცი და აი ნახე ჩემი მაგარი კაცი ეხა გადავუღებთ უფრო უკეთეს ვიდეოს და იმას ვიზავთ რა ქვია ჩავუგდებთ რა აი აგერა hey bro ძალიან მაგარი ბიჭო ეს ხალხი მაგიჟებს თო ესპანელები არა საოცარი ხალხი ყველა ისე დადებითად არის განწყობილი ადამიანების მიმართ და ყველა ისე ცდილობს რომ კომუნიკაციაში შემოვიდეს და დადებითი განწყობა კონდეს რომ აი რა ვიმენო რავი არ ვიცი რა მინდა აყოფნა ეცა Very nice. That's your car? It's your car? Very nice, bro. I got it, ესე იგი მადრიდის წრეულურ ბოლოზე მოვედით. ეხლა დღეს არის ერთ-ერთი ეტაპი. ჯარამა ქვია ტრეკს. საკმაოდ კარგად ორგანიზებული ღონისძიება არის, ოღონდ პატარა რა. არა რაღაც ძალიან დიდი მასშტაბების მქონე. აგერ ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც საერთოდ წინ დაიმტრა, ახალი 1000 ერერი არის, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის. ძალიან მაგრად ყავს მომზადებული აშკარა ტრეკისთვის, მაგრამ რაღაც ცუდ დაემართა და ძალიან გატოტალებული არის რა. წამ ბოქსები დავათვალიეროთ, პიტლეინზეც გადავიდეთ და დავაკვირდეთ ვინ რას და როგორ არის. მაგრად არიან ორგანიზებულები ტიპები პროსტა დააკვირდი რა. ჯერ მარტო ინვენტარები ნახეთ, ბაიკები როგორი გამზადებული ყავთ, ცალკე თავიანთი ინვენტარი აქვს. ნებისმიერ რაღაც რაც არ დაჭირდეს ბაიკს, დღესვე რომ მოამზადონ რა. ეხლა მაგალითად ის BMW 1000 ერერი გაატოტალეს ფაქტიურად, საფრეიმი, ვიზუალი ყველაფერი აბსოლუტურად გაფუჭებული არის და ეხლა გადააწყობენ მაგ ბაიკს და ცოტა ხანში ისე ღონისძიებაზე ჩვეულებრივად გამოვა, მიიღეს მონაწილეობას რა. აი ესე მისაბმელებით ყავთ ჩამოყვანილები ბაიკები, თითოეულ ბაიკზე ფაქტურად ერთი ნაწილები ზევიდან აქვთ, რომ ცალკე ხონდეთ დამტვრევის შემთხვევაში, რომ არაფერმა არ შეაფერხონ. აქ ხდება მომზადება ბაიკების და თან პიტლეინს დავათვალიერეთ, ეხლა რას და როგორ აკეთებენ პიტლეინზე, ეგეც გავაკეთებ. Hello, do you need help? Okay. Hello. ბიჭო, კავასაკი იყო და რატო გაფუჭდა? ვერ მიხვდი არა და არ ფუჭდებიან კავასაკები და ბოქსში შევა. ეხლა დაასერვისებენ და მეორე ვარჯიშისთვის, სესიისთვის უკვე მზად იქნება. ემზადებიან ეხლა იამაჰები, R6-ებით, R1-ებით და ეხლა რამდენიმე წუთში უკვე დეტალურად გეტყვით რა კლასები არის, რამდენი მონაწილე და ასე შემდეგ. მოკლედ მეორე გარბენისთვის სამზადისი უკვე პიტლეინზე გამწვანდა, შეუძლიათ მრბოლელებს გამოვიდნენ. 20 წუთიანი სესია ექნებათ მეორე გარბენი და უკვე აი ყველა მომზადებული არის და ისეთი მაგარი გარემო არის, ოღონდ ეს არ არის რაღაცა მასშტაბური ღონისძიება, ადგილობრივი ამ ქალაქისთვის უბრალოდ ერთი ვარჯიშის დღე არის, შეიძლება ესე დავარქვათ რა, არ არის რაღაცა განსაკუთრებულობა რა, უბრალოდ ისეთი მობილიზირებულები და დისციპლინირებულები არიან, როგორც მოსული მაყურებლები, მოყვანილი გულშემატკივრები, თვითონ მრბოლელები, ძალიან მაგრად არიან ორგანიზებული, მოკლედ რა და აი წუთი წუთზე იციან ზუსტად სად როგორ რა უნდა გავაკეთონ და ძალიან მაგარია რა.
რავი, იმედია ოდესმე მსგავს მამის ნახევარლეველზე მაინც რომ მივიდეთ საქართველოში, ძალიან წინ ვიქნებით დღევანდელობასთან შედარებით რა. სამეთი კაცი დგას უკვე სასტარტო ბადეზე, 600-იანები და 1000-იანები ერთად სტარტავენ. არის ორი ცალ-ცალკე კლასი, თუმცა უბრალოდ სტარტი ექნებათ ერთად, ანუ ჩათვლა ექნებათ ცალ-ცალკე. ყველაფერი მზად არის, ფაქტიურად მრბოლელები უკვე სტარტ ფინიშის გრიდზე მზად არიან, ემზადებიან ახლა გამწვანებას შუქნიშნის და ფაქტიურად დაიწყება დღევანდელი რეისი. ძალიან მაგარი ვაიბი არის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ შიდა ღონისძიება, არაფერი რაიმე განსაკუთრებული რა. და ყველაფერი ისე ორგანიზებულად აქვს გაკეთებული და გამზადებული, რომ აი მშურ ძალიან მაგრად ამას. ჩვენერი ZX-ი არის და ეგრე მის დააფიქსირე შავი რო არის, ყველაზე ლამაზად რომელიც გამოიყურება. წერან როგორც მიშა მაღდიშნა, აი როგორი ოჯახური სიტუაცია არის, იცი? თვითონ რბოლს გვერდში ყავს თავისი თიმი, ანუ გუნდის წევრები, აი დები და დედები და 30 წამე დარჩენილი. მოკლედ როგორი სიტუაცია იცი? აი ჩემი ცოლი უფრო მალე გამოცვლის საბურავს თუ შენი ცოლი, აი რაღაც დაახლოებით ეგეთი სიტუაციაა და გარემო რო აგიხსნათ რა. ყველა რბოლს საკუთარი ოჯახის წევრები ყავს თიმში და ძალიან მაგარი ვაიბი მოდის ამისგან. დასასრულს უახლოვდება ჟარამას ტრეკზე ღონისძიება, 3 კლასი ჰქონდათ დღეს, ეს იყო პირველი რარიტეტული, მეორე 600-იანები და მესამე 1000-იანების კლასი, რარიტეტები ცალკე გავიდნენ, იყო ვეტერანი მრბოლელები და 600-იანები და 1000-იანები ერთად გაუშვეს, ოღონდ ჩათვლა ჰქონდათ ცალ-ცალკე, რა თქმა უნდა. ძალიან მაგრად არიან მობილიზირებულები და დისციპლინირებულები, ძალიან მაგარი ღონისძიება გამოვიდა, ეს არ იყო რაღაცა მასშტაბური ღონისძიება, უბრალოდ საოჯახო ივენთი იყო ესე ვთქვა, თუმცა ყველაფერი იდეალურ დონეზე იყო დაორგანიზებული. დავით, აღფრთოვანებულები და დადებითი ემოციებისგან დამუხტულები გავაგრძელებთ გზას. მიასაკი დაეხმარე ბიჭო. კაი ბიჭო, გული გაუსკდებათ. Policía, mi amo Lado, ¿y tú? Gracias. Mi amo Lado, ¿y tú? Mi amo Lado, ¿y tú? Gato. Hello, gato. Por favor, gracias. Chodzi ის ხალი ჩანს? კი. ა? კი. ძუძუები ჩანს? კი. მოიცა უყურეთ. მოკლედ ჩამოვედით ახლა ამ წუთას ალიკანტეში, მადრიდიდან წამოვედით გამთენიისას და დღეს საღამოს დღეს აქ დავრჩებით ალიკანტეში და გავაგზავნებთ ხვალ გზას ბარსელონისკენ. გზა გველოდება ვალენსიის ტრეკით უნდა გავიაროთ და შემდეგ უკვე ჩავალთ ბარსელონაში და იქ ალბათაც დავათვალიერებთ. ეხლა დღესდილით გამთენიისას რომ ჩამოვედით, გამოვედი გარეთ, მე ცოტა ხანი ალიკანტეს ქუჩებს დავათვალიერებ და თან ჩემს ცოტა მოტოციკლეტისტურ ზაგარს გავათანაბრებ მეთქი და აქ რაღაც პლაჟი გაიჩნდა. შემოვედი
ბათუმის პლაჟი მაინც მირჩევნია, რა თქმა უნდა, აქ ძალიან სუფთა წყალი არის და ძალიან ისეთი ნაგავი არსად არ ყრია და თან ისე ვიღაცა ხალხი დადის სუშიშვლები და თურმე აქ მოსული პონტი ყოფილა, რომ ეს სრულიად შიშლურად, ნუდისტურად იარო და მე თვალს აი საერთოდ არ ვიხედები მაგეთკენ, ჩემთვის ვარ, ჩემთვის ვანაობ და დავაგრძელებ ახლა გზას, ცოტა ხანი ვიკატავებ, თქვენ დაგათვალიერებინებთ ალიკანტეს პლაჟის მიდამოებს, მოტოციკლით როგორ გამოიყურება და შემდეგ შევალთ უკვე სასტუმროში და კარგად დავისვენოთ, რომ ბარსელონისკენ და ვალენსიისკენ გავაგრძელოთ გზა. შენი ერთ-ერთ ყველაზე დიდ კარტინგის ტრასაზე გავივით რეგისტრაციას ახლა და შევვარდებით 8 წუთი უნდა ვიგაზაოთ და აგერ მიშა მეუბნება რაღაცებს მემუქრება და ვნახოთ ახლა რა იქნება დროშის ხვაობა რა მოიცადე გავიაროთ რეგისტრაცია და შევვარდებით Gracias. ორი წამით მოუგე მიშას და 4 წამით მოუგე ვიწიას, მაგრამ რეალურად არ მივალი არც ერთი დროზე, იმიტომ რომ ყველა ლებზე ველოდებოდი. უბრალოდ ვატარებდით. სენსორული ამეთი ლადო კარგად გამოჩნდეს კადრში და მაგიტომ არის წუთის წამის ხვაობა თორე ლადო. ხო ისე რომ გიგებ. ხუმარა ბიჭი არის, არ დაუჯეროთ არაფერი. მოკლედ ორი წამი მოუგე, მაგრამ ანუ რეალურად ის შედეგი არ იყო რაც მინდოდა, იმიტომ რომ ვერც ერთი წრე ვერ ვიარე დროზე რა. 40 წამი არის აქაური რეკორდი, 41 წამი უბრალოდ და 47-ში ვიარე მე, მაგრამ ნუ ერთი აი 3 წამს უეჭველი ჩამოვაგდე, ეხლა რო შევიდე, მარტო რო შევიდე 3 წამს უეჭველი ჩამოვაგდე, რა. კაი იყო, ძალიან მომეწონა, გავერთეთ საკაიფოდ. არ ვიცი, ნახავთ, თუ ცოტა ხანი დავისვენებ და მეორე ზაიძე შევალთ, უკვე მეორეზე მარტო ვივლი, ისე რომ დრო დავაფიქსირო და თუ არა და გავაგრძელებთ გზას უკვე ბარსელონასკენ და ბარსელონაში ვალენსიაში გველოდება ჯერ ერთი კიდე კარტინგების სავარაუდოდ. მოკლედ ახტენილ ოცნებებს ერთი ნახევრად ახტენილი ოცნებაც შეემატა ვალენსიაში ვართ ახლა ამ წუთას და ჩემს უკან არის ის ლეგენდარული ტრეკი, სადაც იმართება ის ღონისძიებები, რომლებსაც ინტერნეტში, YouTube-ზე და სხვადასხვა არხებზე ვუყურებთ ხოლმე. ეს ლოკაცია არის ძალიან ისეთი ემოციური, იმიტომ რომ ძალიან ლეგენდარული ტრეკი არის. ეს ერთადერთი გული ძალიან წყდება იმაზე, რომ არასამუშაო საათები მოგვიწია, სანამ ჩვენ გზავრობდით და აქამდე ჩამოვედით, დაიკეტა ტრეკი. იდეაში მინდოდა რომ კარტინგებზე გვევლო აქ, თუმცა ნუ დღეს უკვე დასრულდა. ცუდი ის არის რომ დღეს ვეღარ ვჩებით ვალენსიაში, იმიტომ რომ ბარსელონამდე უნდა გავაგრძელოთ გზა, თუმცა ნახევრად შემიძლია თქვა რომ ასრულებული მაქვს ოცნება, იმიტომ რომ ეს ტრეკი ვნახე რეალობაში და ამ ტრეკის მასშტაბობა არის, არ ვიცი, ეს სრული სიგიჟი არის. ისეთი ტრეკი არის, როგორც აი მონსა შეიძლება შევადაროთ ამ ტრეკს, სილვერსტოუნი შეიძლება შევადაროთ, ასენიც შეიძლება შევადაროთ ამ ტრეკს, ან ძალიან ლეგენდარული ტრეკი არის, ერთ-ერთი ტოპ ტრეკი არის ტრეკებს შორის. აი მოვლის ხარისხი და ეხლა ძალიან სწარი არის აქ ეხლა ამ წუთას ტრეკზე, არავინ არ არის აბსოლუტურად, ნუ დაბლა არიან რესეპშენში, ვინც შემოგვიშვა ეხლა ჩვენ და ნება დაგვხვდა რომ აქ გვემოძრავა ჩვეულებრივად ტრიბუნებზე და ტრეკზეც არ ვიცი ვიკითხავ დაბლა შეიძლება ფეხით გავიაროთ თუ იქნება საშუალება მაგის. აი როცა ესეთი სიცარიელი და სიჩუმი არის, ხვდები რამხელა საორგანიზაციო საკითხები არის, ზოგადად მოგვარებული, როცა აი ამ ტრეკს უყურებ, იმიტომ რომ იმდენად პერფექციონისტულად არის ყველაფერი გამზადებული და იმდენად აი ზე იდეალურად არის ყველაფერი მოწყობილი, რომ აი მინდა რომ ხა დავრჩი აქ და დავიძინო ამ ტრეკზე, მაგრამ ნუ რას ვიზელთ, შემდეგ ჯერზე აუცილებლად ჩამოვალ, არ ვიცი როდის იქნება, მაგრამ აუცილებლად დავუბრუნდები ამ ტრეკზე, როცა უკვე ღონისძიება იქნება ისეთ რეჟიმში.
ძალიან მაგარი ტრეკი არის, სიტყვები არ მყოფნის რა. ერთ-ერთი უნიკალურობა ამ ტრეკის არის ის, რომ გარდა მისი მოწყობისა და მისი პერფექციონისტურად გამზადებული ინფრასტრუქტურისა, ერთ-ერთი უნიკალურობა ამ ტრეკის არის ის, რომ ფაქტიურად 90% ამ ტრეკისას უყურებ ნებისმიერი ლოკაციიდან. ანუ ტრიბუნაზე, სადაც არ უნდა აიღოთ ბილეთი, თუ ოდესმე მოგინდებათ ვინმეს სურვილი გექნებათ, რომ რომელიმე ოფიციალურ ღონისძიებას დაესწროთ ვალენსიის ტრეკზე, ნებისმიერ ლოკაციაზე ტრიბუნაზე, სადაც არ უნდა აიღოთ ბილეთი, შეგიძლიათ აიღოთ, დაჯდეთ და უყუროთ ფაქტიურად 90% მთელი ღონისძიების, იმიტომ რომ ყველა მოსახვევი აბსოლუტურად ფაქტიურად ჩანს, აი რამდენიმე ლოკაცია არის, სადაც ხე ეფარება უბრალოდ მეტი არაფერი რა, 90%-ზე მეტიც კი. ეხლა აბსოლუტურად ჩვენ თვალწინ არის მთელი ტრეკი და წარმომიდგენია რა ეფექტი და რამხელა ემოცია იქნება ამ ყველაფერს ყურება უკვე რეისის რეჟიმში. კაი, მოკლედ ამოვედით ეხლა ტიბუ ბიდუზე თუ ტიბუ დაბუზე თუ დაბუ ტიბუზე თუ რაღაცა მაგდაგორ კომბინაციაზე ვართ, მოკლედ ამოსულები და აგერ ულამაზეს ხედი არის ბარსელონაზე, ეს არის ყველაზე მაღალი წერტილი ბარსელონის, საიდანაც შეგიძლია გადმოიხედა და დაინახო ყველაფერი აბსოლუტურად, რაც შეიძლება ბარსელონაში ხდებოდეს. ეხლა ავიდეთ ზევით ეკლესია არის, მოვილოცოთ ეკლესიაც, ისე ხო არ წავალთ აქედა. მე აგერ ეშმაკის ბრობალი არის და აქაც დავჯდეთ. მე ეს ატრაქციონი არის, ესეც გავტესტოთ. მე იქიდან ჩამოვარდეთ და მე წავიდეთ სადმე სხვა ლოკაციაზეც. წავედით. ეს ბავშვები ნახე რა გადაობა არის. ძალიან ბევრი ბავშვები არიან. იქით ნახე მწვანეები რო აცვიათ, მე ლურჯები ეცვათ, წითლები აცვიათ, ნარინჯისფერები აცვიათ. მოკლედ ძალიან ბევრი ბავშვები არიან ამოსულები გიდებთან ერთად რა, თავიანთი ინსტრუქტორებთან ერთად და ამდენი ბავშვი რო არიან და რო მოხდეს მაგათი გარკვევა, მარტივად აი ესე სხვა ფერის მაისურებით არიან ამოყვანილები აქ. მოკლედ რომ მე ერთიანად დაუძახებენ, თვალში მოხვდეთ რომ აი შენი ეს ჩემი ბავშვია მომეცი და ერთმანეთს რო ბავშვები არ გაუცვალონ. წავედით, ეხლა ზევით ავიდეთ ეკლესიაც ნახოთ რა ხდება ზევით. დამელოდეთ ეხა ერთმანეთს წეთ პატივი რიგში დადექით სწორად ჩამოვალ სათითაოდ მოგცემთ ყველას ავტოგრაფს. გაჩერდით. გაჩერდით ეხლა ხო დამელოდეთ მანდ იყავით ჩამოვალ ეხლა და ყველას დაგიდგებთ ავტოგრაფს. არი ნერვიულოდ არ წავალ ისე დამშვიდით კაცო. იუთუბერი არისო ჩამოსულიო და შეკრებილები არიან ყვითელი ფერები, ნარინჯის ფერები, წითელი ლურჯები და აი ესე არიან რიგის მიხედვით რომ ჩავიდე და ავტოგრაფი დაურიგო ყველას რა და მელოდებიან ეხა დაბლა რა. ძალიან მინდოდა ამ ატრაქციონებზე დაждობა და კატაობა და ზევიდან ესე ტრიალობა და ჩამოვარდნა და რაღაცები, მაგრამ იმდენი ბავშვია მოსული რომ სამწუხაროდ ეხა ამას ვერ დაველოდები. გუშინ ჩამოვედით ჩვენ. ერთი ახლობელი მყავს და ის ამოდა მოტოებით მოდიან. საქართველოსდან წამოვიდით, ჩვენ გარდა სხვა არ არის არავინ და. გაიხარეთ. ხო არ გჭირდებათ. ყველაფერი ოკეია, მადლობა დიდი, მშვიდობიანი დღე, კარგად. ჩანვარ ხო? ეხლა არ გეგონოთ რომ სადმე ან ტრეკზე ვარ ან რომელიმე მოტომუზეუმში ან მოტოშოურუმში. აი ესეთი ამბავი არის. ყველა ქუჩაზე აბსოლუტურად ყველა ქუჩაზე აყენია აი ესე ამდენი მოტოციკლი და ეს იმას ნიშნავს რომ ვარ ბარსელონაში. საგრადა ფამილიას წინ.
აი ესე გავაცანი მოკლედ ჩემი ქართველი გოგონა საგრადა ფამილიას და ძალიან მოუხდა აქაურობა. ეს არის ქალაქი, სადაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი და დიდი სიამოვნებით გავბარსელონდებოდი, ისეთი მაგარი ქალაქი არის, ისეთი სტუმარს მოყვარე ხალხი არის ზოგადად ესპანელები და ძალიან ცდილობენ რომ გვერდში დაგიდგნენ და რაღაცა ხელი წაგიკრან რა, კარგი გაგებით მოკლედ რა, ძალიან აღფრთოვანებული ვარ აქაურობით, გუშინ ჩამოვედი, ძალიან დამღლელი 550 თუ 500 რაღაცა, მოკლედ 600 კილომეტრამდე გავიარე რა, გუშინ და გზაში გამიწვიმდა კიდეც, მოკლედ ძალიან დამღლელი სიარული იყო გუშინდელი, სანამ აქამდე ჩამოვედი. ღამე ჩამოვედით და დღეს დილიდან დავიწყეთ ბარსელონის დათვალიერება. მეორე დვარ უკვე აქ და ძალიან კარგი შტაბ-შტილება მაქვს აქაურობაზე ზოგადად. ქართველები ვნახე, რაც ძალიან გამიხარდა. 4 ქართველი ვნახე, ქუჩაში მიცნეს თვითონ გამოველაპარაკე, გავესაუბრე 4-ვეს და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ამდენი ხნის მერე ქართველებს ნახულობ. 39 დღე არის დღეს, რაც წამოსული ვარ საქართველოდან და მგონია რომ 1-2 წელია არ ყოფილი ვარ საქართველოში და ძალიან მომენატრა უკვე მაქაურობა. ხო და ქართველები ვნახე, გავესაუბრე, ფოტოები გადავიღეთ, სიტყვები გავცვალეთ ერთმანეთში და მოკლედ დავიშალეთ. ამის მერე კიდე მომწერა რამდენიმე ქართველმა ბიჭმა, რომლებსაც იდეაში უნდა შევხვდე, ერთ-ერთს შევხვდი. შაკო იყო ერთ-ერთი, რომელმაც დილით გამომიარა, სადაც ვიყავი და მოკლედ რო გაიგო რომ მე მეგობრებთან ერთად ვიყავი და ისინი მანქანით ან ფეხით უნდა წამოსულიყვნენ, სადაც მე დავდიოდი, მან მოკლედ შემოთავაზა თავისი მეგობრის სკუტერი და დილიდან გვათხოვა სკუტერი და მიშა და ნასტი არიან სკუტერით, მე და მარიამი ვართ ჩემი გოგონათი და მოკლედ დავკატავობთ ესე ბარსელონის ქუჩებში, ესეც ძალიან სასიხარულო მომენტი იყო, იმიტომ რომ ნუ რეალურად სკუტერს ვეძებდით საქირავებლად, თუმცა რაღაცა აპლიკაციაში იყო რაღაცა პრობლემა, თუ აქაური ბინადრობა არ გქონდა თუ რაღაც ეგეთ საბუთი მოითხოვეს, მოკლედ რის გამოც ვერ ვიქირავეთ სკუტერი და შაკომ მაიცადეო, არ გინდაო, მე მოგიყვანო შენო სკუტერსა და მოკლედ თავისი მეგობრის სკუტერი მოგვიყვანა და რამდენი ხნით გაგიხარდება, შეგიძლია გყავდესო და ეხლა ვათვალიერებთ ბარსელონის ქუჩებს. თქვენს დაგათვალიერებინებთ, ძალიან კარგია აქაურობა, ძალიან მომწონს და ნელ-ნელა გავერკვევით, მოკლედ რა ხდება და ცოტა გავშინაურდებით აქაც. აი ეგერ არის ჩვენი გოგო. ესე აი ესეთი გარემოა, სიგიჟე არის, ყველა, ანუ მოკლედ თამამად შემიძლია თქვა რომ მანქანაზე მეტი მოტოციკლი დადის აქ. მოკლედ ამაზე მაგ ადგილას სადნა დამეკრა ჩემი ბარსელონას კი არა და ესპანეთის დროშა ტრადიციულად. იყო ერთი ვარიანტი რომ ვალენსიაში დამეკრა ტრეკიდან რომ გამოვიდოდი, მაგრამ რახან ტრეკზე ვერ შევედით, იმიტომ რომ დაკეტილი დაგვხდა სანამ მე ჩავედი იქამდე. ამიტომ ყველაზე მაგარი ადგილი მე მგონი ეს იქნებოდა ესპანეთში, რომ ჩემი ეს ტრადიცია გამეგრძელებინა და ხო და აქ ვართ ახლა და ვაკრავთ ბარსელონის კი არა და ესპანეთის დროშას მოკლედ რა. აგერ არის, დავაკრავ თქვენ თვალწინ. ამასობაში სხვათა შორის ძალიან ბევრი დაგვიგროვდა დროშები. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 ქვეყანა ვიარეთ უკვე და წინ გვაქვს კიდე 1 2 3 4 ქვეყანა. მე მგონი 4 ქვეყანა გვიწევს თუ 3. ან 3 ან 4 აღარ მახსოვს უკვე მოკლედ. სად ვარ ეგეთ აღარ ვიცი მოკლედ რა. ერთი რაც მინდა ვთქვა, არის ის რომ ჩვენი ტრიპი უკვე ნელ-ნელა მიდის საქართველოსკენ. 6000 რაღაცა კილომეტრი მაქვს დარჩენილი საქართველომდე. ხო და ფაქტიურად ნახევარი უკვე გავიარე იმისი რაც მქონდა დაგეგმილი და ძალიან დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ყოველდღე ვგრძნობ თქვენგან. ძალიან ბევრ მესის ვერ ვნახულობ ფიზიკურად და ყველას ვერ ვცემ პასუხს, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და აუცილებლად მოვიცლი ერთი დღე, როცა სავარაუდოდ დავუბრუნდები, რომ ყველას უპასუხო ერთიანად. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბარსელონადან, ბარსელონის ცენტრიდან, ჩვენს გენერალურ სპონსორ Leader Sports, რომელმაც ძალიან მაგრად დაგვიჭირეს მხარი. ასევე უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო Tegeta Motors, რომელიც არის მოტულის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. ასევე უდიდესი მადლობა Mobinex, რომელთა საშუალებითაც ყველგან აბსოლუტურად 15 ქვეყანა გავიარეთ უკვე და არც 1 მეტრი არ გქონია ინტერნეტის გარეშე და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ძალიან მაგარ მეგობარ კომპანიას Snacks, რომელმაც ძალიან გაგვიხალისეს მოგზაურობა. მოკლედ, მადლობა თქვენ ყველას, ვინც გვიყურებთ. ჯერ კიდე დიდი თავგადასავალი გვაქვს, ნახევარი გასავლელი გვაქვს წინ და ერთ რამეს დავამატებდი რა. ესპანეთმა ერთ-ერთი რატო შემოყვარა, იცით, თავი ხალხი არის ძალიან მაგარი განწყობით ყველას მიმართ აბსოლუტურად რა. ზოგადად, აი ხა ჩვენ მოტოციკლს რო ხედავენ, ხო ძალიან მაგრა ინტერესდებიან და გამოხატავენ ინტერესს რა არის, რატო არის ესეთ ფერებში და ზოგადად რა ბაიკი არის რა. მე მეორე ლოგოს როცა ნახულობენ და აუ იუთუბერები ხარ და გაიხარე! მადლობა. საკაი იყო. ხო, მოკლედ რა მინდოდა დამეთქვა, რა კაი ვაიბი მოიტანა უცებ.
ყველა მოკლედ როცა გებულობენ რომ YouTube-ის თემა არის და ვიდეო იქნება, აი ყველანაირი თქმის გარეშე და მითითების გარეშე ეგრევე თვითონ მოდიან ხოლმე და გთხოვენ რომ ჩვენი YouTube მიუთითოთ ტელეფონში რომ გამოგვიწერონ. მოკლედ და უყურონ მე ამ ვიდეოებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამიტომ უბრალოდ გთხოვთ, ჩვენი ერთადერთი სტიმული რაც არის ის რომ უბრალოდ გამოგვიწეროთ. დაგვიწერეთ ნებისმიერი სახის კომენტარი, კარგი, რაც მთავარია და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ეგ იქნება ჩვენთვის ის სტიმული, რომ გავაგრძელოთ მსგავსი სიგიჟეების კეთება. ძალიან უცებ ქენით რაღაცეები გამოვიცვალე, ეხლა ვემზადები იმისთვის რომ შევიდე. მოკლედ იციან რომ პირველად ვждები მოტოციკლზე და ეხლა უნდა ამიხსნან სიტუაცია ვაფშე ნოლიდან, ანუ თავი დაძვრიდან ბოლომდე რა და როგორ უნდა გავაკეთო. წამბაბო, ნახოთ როგორ გამომივა. უნიჭო აღმოჩნდებით თუ ნიჭიერი ნახოთ. Nice to meet you. Nice to meet you. I am Carlos. I'm Lado, L-A-D-O with motorcycle. Okay. Left side. To the left. Okay. Here. Okay. Need inside here. Okay. Okay, I understand. Go. I can try second time also. Yeah. I can go. Yeah, inside of this. Inside here. Okay. Like snake. Right. From here, I'll go here inside, then like this, then second gear and go here and stop here. Ah, okay. Ah, okay. Inside. Okay, I understand. No, it's my first time. Oh, can I start now? Yeah. Oh, wow. Oh yeah, it start. It start now. Yeah. Oh. Oh. Okay. Now You did perfect. everything is okay. Yes. Machine. I can go. I make brake here. Ah, you Yeah, break. here before this. Now I'll try without brake. Yeah. Can I go now? Go. There is something. Bike. Yeah, turn off. I don't know why. Fast. Okay. Slowly. Okay. A little bit faster. Okay. გავაგიჟეთ ბიჭო. გაგვაგდებენ როგორი მალე აქედა. არა, ჩაქორა თავისით. ძალიან ჩქარა რო უშვება ეთყობა დაყენებული აქვს რაღაცა და აქრობენ ბაიქს თავისით.
მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, აქაც ძალიან მაგარი ხალხი დაგხვდა, გვიმასპინძლეს ძალიან მაგრად, რა თქმა უნდა. ესპანეთზე არ შემშლია, მართლა ძალიან მაგარი ხალხი არიან და მე ძალიან კმაყოფილი ვარ ზოგადად აქაურობით. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ ამ ლოკაციას, თავიდან რა თქმა უნდა, ვეხუმრეთ, რომ საერთოდ გამოცდილება არ მქონდა არანაირი და 0 გამოცდილებით ამიხსნეს, ზოგადად რა ხდებოდა, როგორ იძვრებოდა მოტოციკლეტი, აბსოლუტურად 0-დან ამიხსნეს. მასწავლეს რა როგორ უნდა გამეკეთებინა და შემდეგ უკვე როცა რამდენჯერმე ვცადე რომ ვითომ ჩამიქრა, მოკლედ მე ცოტა რომ დაიძაბნენ მივახვედრე რომ მოკლედ ეგრე არ იყო რა და შემდეგ დავიძაბე და გავაკეთე ყველაფერი სტანდარტულად როგორც უნდა გამეკეთებინა და თვითონაც მოეწონათ აქტუალნებულები იყვნენ პირველი შედეგისთვის, იმიტომ რომ 25-24 წამი აქვს დაახლოებით ამათ. ამათ რა მოსწავლეებს და ნუ გავიარეთ 18 წამში პირველი ჯერისთვის საკმაოდ კარგი ნორმალური შედეგი იყო ნამდვილად რა. ამიხსნეს ყველაფერი რა და როგორ უნდა ყოფილიყო. იდეაში აქ ესე არ ხდება რომ მოხვედი დაჯექი და ვშო მორჩა რა ერთი გაკვეთილი გაიარე როგორც საქართველოში ეგრე არ არის. აქ კურსი იღებ რამდენიმე თვიან, სადაც შედის თეორიული სწავლებაც, ქალაქში პრაქტიკაც, მოედანზე პრაქტიკაც, მანქანის პრაქტიკაც და მოკლედ ეს ყველაფერი უნდა ისწავლო და დაიზეპირო და იზუთხო და შემდეგ ჯდები უკვე პრაქტიკულ გამოცდებზეც, პრაქტიკულ გაკვეთილებზეც და გადიხარ მე პრაქტიკულ გამოცდაზეც. ცოტა ჩახლართულად აქვთ ამათ ვიდრე ჩვენ, თუმცა ჩვენ ძალიან მარტივად გვაქვს და რეალურად მარაზმია ის რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ კარგად არიან დაალაგებულები, კარგად ართმევენ თავს ყველაფერს. ვინც კი მოხვდებით ბარსელონაში და სურვილი გექნებათ ზოგადად რამე მოტო თემატიკაში, მოტოსკოლასთან შემხებლობის, გირჩევთ ამ ლოკაციას. აღწერაში იქნება და მიშაც აუცილებლად ამოვანათებს, შენ პირდა ეხა ხო ამოვანათებ. მოკლედ მივუცდებ ყველანაირ საკომუნიკაციო საშუალებას აქაურობის და გაერთობით ნამდვილად ვისაც დრო გექნებათ რომ მოხვიდეთ, მინიმუმ 4 გაკვეთილიანი კურსი აქვთ. ეს ჯდება 175 евро 4 გაკვეთილი, რაშიც შედის თეორიულად აგიხსნიან ყველაფერს რა და როგორ არის გაკვეთილების განმავლობაში და ფაქტობრივად 0-დან დაგაწყებინებენ ტარებას. ხო, რაც შეეხება გამოცდაზე გასვლას, აქაური მოედნის შემდეგ უკვე ჩანიშნავენ გამოცდას მოედანზე და ქალაქის გამოცდასაც. ქალაქში გამოცდა ხდება შემდეგნაირად ინსტრუქტორი მოყვება მანქანით უკან გამოსაცდელს, გამოსაცდელი დადის კონკრეტულ მარშრუტზე, ეტყვიან წინასწარ რა მარშრუტი უნდა გაიაროს, გაივლის ამ მარშრუტს მოტოციკლით, უკან ინსტრუქტორი მოყვება, თუ არ დაიმტრევა და თუ არ მოკლავს ვიღაცას გზაში და თუ არ დაეპერტყება სადმე, მოკლედ მარშრუტს მისცემენ რა. არაფერი რაღაც კატასტროფული არ არის, გერმანიაში ბევრად უფრო რთულად აქვს ზოგადად მარშრუტის აღება ვიდრე ესპანეთში. ეგ იყო რა, ძალიან გავერთეთ, ვისი ამოვნეთ, ვიხალისეთ, რაც მთავარია, თვითონაც გაერთნენ, იმიტომ რომ ნუ თავიდანაც და ისე იყვნენ, დაძაბულები იყვნენ, ეგონათ რომ მართლა პირველად მოვედი და საერთოდ შემხებლობა არ მქონდა მოტოციკლის, თუმცა მე თვითონაც კარგად გაერთნენ და მოკლედ ძალიან კარგად დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. ეხლა ნუ გამოვიცვლი, რა თქმა უნდა, ხო, ტანსასმელს რაც შეეხება, ყველაფერი ჩამაცვეს აბსოლუტურად. შარვალი, დამცავებიანი, ფეხსაცმელები, ხელთათმანები, ქურთუკიც და ჩაფხუტიც უნდა დამეხურა ამათი, მაგრამ ნუ ჩემი ჩაფხუტი დავიფარებთ ხოვე GoPro-თი მინდა გადაღება მეტი და მაგის გამო. მოკლედ ძალიან კარგ ხასიათზე ვტოვებთ აქაურობას. გირჩევთ ყოველთვის ბარსელონაში ვინც მოხვდებით, შემოიარეთ ამ ადგილას და გაერთობით თქვენს ნამდვილად. ეხლა უყურე და გავაკეთო. მაიც. შენი უსაფრთხოებისთვის. ვაიმე.